გადაიყვანეს ექს-პრეზიდენტი ციხეში. წავიკითხე ეს განცხადება და პირობითად პურნალი ექიმის განცხადების საფუძველზეო და მე უბრალოდ ვეუბნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამარება დიდი ხანი ასეთი იყო, როგორც ჩვენ ვიცით. ანუ კარგი. ასეთი როგორიც ახლა შეიძლება იყოს და მაშინ მანამდე რატო არ გახდა, მე მგონი ეს კითხვა დამიტოვა ამ ყველაფერმა. ესეთი კითხვა დამებადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადავა, მას მიეცემა თუ არა პატიმრის უფლებები. რომ შეხვდეს მაგალითად საკუთარი გუნდის წევრებს, რასაც არ ახვედრებდნენ თქვენ მოგეხსენებათ. მანამდე დღეში 10 ადამიანი შედიოდა ეს იყო გაფრთხილებული იმით, რომ სამონტყოფოშია მიშაო ციხეში არ არისო და რაღაცნაირად აი ეს კითხვა მაქვს ერთადერთი, თუმცა ახლა არ ვიცი ვის რამდენად ვის დარჩა იქ შესაძლოა მოსლება და არ დარჩა, იმიტომ რომ დეპუტატები არ არიან. მას ზოგ საქმეში იაგო თქვენ იურისტი ხარ და იცით რომ მიმდინარეობს, ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები და შესაძლებელია იურიდიულად არ ვიცი რამდენად თქვენ უფრო იცით ეგ ამბავი, როდესაც არაა გადაწყვეტილებები საქმეზე, რამდენად შესაძლებელია ეგ ამბავი. მე უბრალოდ ერთი, ჩემი კითხვა კარგად ვერ ჩამოვაყალიბე. მე ერთადერთი რაღაც მაინტერესებს, რომ ადამიანს ახლა როცა ვიღაც ყავს დატყვევებული, შენს ტყვეს სადაც გინდა იქ ჩასვამ, კაი გალიაში ჩასვამ, შენს ტყვეს თუ ცუდ გალიაში ჩასვამ, შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ახლა რა შეიცვალა? ანუ კაი გალია, ცუდი გალიით რატო შეუცვალეს? მე მგონი ეს არის კითხვა. პასუხი ახსნა იმისი, რომ თურმე ექიმა თქვა, მიშა უკვე კარგად გახდაო. ეს ამის საფუძველზე თუ ეს ექიმი საფრთხის ქვეშ არის, იმიტომ რომ მიშა აქამდეც იყო და მაშინ თუ ამას ექიმის დასკვნით აკეთებ, ახლა რატო შარავ ამ კაცს, იმიტომ რომ ვიღაცამ რო კითხვა დასვას, უბრალოდ ერთი თვისინა ხვასე იყო ეს კაციო, რა კონტრარგუმენტი იარსებებს. ამიტომ მე მგონია რომ რატო გადაყავთ მიშა კარგი, როგორც გითხარით, კარგი გალიდან ცუდ გალიაში, ეს კითხვა პასუხს მოითხოვს. უშასრულოდაც ხო ვერ იქნებოდა ახლა კლინიკაში. არა, მე აქამდეც მოუწოდებდი მიშა თავისით უნდა გადასულიყო ციხეში. თავისით რომ მას მიიღო ის რაღაცა თუნდაც უფლებების ნაწილი, რომელიც პატიმარს ეკუთვნოდა, რომ მასთან შესულიყვნენ პარლამენტის წევრები, დეპუტატები და იქიდან რომ გამოეცხადებია ბრძოლა, იმიტომ რომ თან შენ ვიوامენს გაძახებდნენ, რომ კომფორტულ ციხეში ზიხარო და თან გამოცხადებული ქონდეს ბრძოლა იმასთან ვინც შენ დაგატყვევა, ეს მაინც და მაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით მიშას თუ გაამხნევებს ჩემი ეს სიტყვები, მიშას არ წაუგია, პირიქით მან უნდა გამოიყენოს ეს როგორც უპირატესობა, იმიტომ რომ მაინც ციხეში ზიხარ. მე ვერავის ვერ დავამადლი სხვა ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, კარგ ციხეს და ცუდ ციხეს. ციხე ყველა ცუდია. შიმშილობას ხო არ დაიწყებს მეორე სერიას ხო არ ნახავ. აი არ ვიცი, ერთმა შიმშილობამ რა მოიტანა, მეორე რატომ უნდა დაიწყოს, არ ვიცი, თუმცა მე იმაზე ვღელავ უკვე, რომ ჩვენი მედიის ეთერები და ასე იგი ეს პოლიტიკური ველი იქნება ერთი კვირა წალეკილი მიშას ციხეში გადაყვანით, მას იქ როგორ შეხვდებიან, პატიმრები აგებენ თუ კომპლიმენტს ეთქვიან და ერთი კვირა მინიმუმ ამით გავერთობით და შეიძლება კიდე უფრო მეტიც გაჩნია, როგორ ფორმაში იქნება ნაცმოძრაობა.